ედა? აქ რას აკეთებ? სამსახურში არ უნდა იყო? ადრე წამოვედი. აქ რას აკეთებ? დედა შენმა დამიბარა. საწყენინა. ისე არა, როგორც მისმა შვილმა. კარგი რა, დედა. დედა. არ მინდა ედასთან კონტაქტი გქონდეს. არ ვიცოდი ადრე თუ დაბრუნდებოდი. არ მინდა მეთქი. რომ იცოდეს მიზეზი ერთმანეთს რატომ დაშორდით, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია დავშორდით. ასე რომ სიტუაციას ნუ გაერთოლებ. კარგი. კარგი. ქალბატონო აიდან. ჯერ არ წასულ ხარ? რა მიზეზს გულისხმობთ? რატომ დავშორდით? რა არის ჩვენი დაშორების მიზეზი, ქალბატონო აიდან? ჯობს ამ თემაზე სერკანს დაელაპარაკო. არა, თქვენთან მინდა საუბარი. სერკანი ამბობს, რომ მიზეზი სამსახურია. თხოვთ, სიმართლე მითხარით. ედა მაპატიე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. სერკანს ხომ მალაპარაკებოდით, მეც მაქვს უფლება ვიცოდე. ქალბატონო აიდან, სანამ სიმართლეს არ მეტყვით, აქედან არ წავალ. მე და სერკანი ვლაპარაკობდით და თქვა, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით. მგონი დავარწმუნა კიდეც. თქვენ? თქვენ თქვით, რომ მე სერკანის შესაფერისი არ ვარ და სერკანმაც დაგიჯერათ, არა? ანუ ეს არის მიზეზი. თქვენ არ გინდათოთ და სერკანიც დაგემორჩილათ? ამ სისულელეს არ დავიჯერებ. ედა. კარგი. იმედი მაქვს ისეთ რძალს იპოვნით, რომელიც მოგეწონებათ. რატომ დაბრუნდა? ჩვენი ლაპარაკი გაიგო. ედა. გისმენს სერკან? ხო, შენი დედა და შენი საუბარი მოვისმინე, ეს სიმართლეა? მართლა შენი ოჯახი არის ჩვენი დაშორების მიზეზი? რატომ არ პასუხობ? მისმინე და მე არ ვიცი რა გითხრა დედა შემა. მაგრამ გადაწყვეტილება მე მივიღე. ასე რომ უთხოვნოა ცდები რამე გაარკვიო. რატომ? იმიტომ რომ არაფერი შეიცვლება. რატომ? ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. კარგი. არაფერს გავარკვე.
მარჯვენა. ძლიერ ურტყამ. სხვა გზა არ მაქვს, ფანტაზიას მოუხმე. ეს გოგო ნამდვილი ანგელოზია. რამდენი რამ მოხდა. და მაინც ეხმარება დედაშენს, რომ გარეთ გავიდეს. Evden çıkması için ona yardımcı oluyor ya. მარცხენა. მიდი. დაიღალე? არა, არ დავღლილ ვარ. ნამდვილი იდიოტი ვარ, იდიოტი. ისევ რატომ დავყვები უკან? მან მიმატოვა, დამშორდა. ყველაფერი დასრულდა. ვერ ვიდა სერქანს, მე ზიზღება მძულს. ძმაო გაჩემდე. რატომ ძმაო? გოგონა თავის გზას აგრძელებს. ცდილობს უშენოდ გააგრძელოს ცხოვრება. შენ რა ეს არ გინდოდა? Hep istediğim bu değil miydi? იქნებ შეცდომა დაუშვით. ხომ გეუბნებოდი უბრალოდ სასეინოდ გავიყვანოთ მეთქი ნახე მთელ ენერგიას ხარჯავს. ედა, ფრთხილად თორემ რამე სიტკენ ჩემო სიცოცხლე. ჯერ ახლა ვყურდები. მისმინეთ. ოფისში ბიჭები საფრთხეს წარმოადგენენ. შენ ერდემისგან დაიჭირე თავი შორს, შენ კი ფერიტისგან, თორემ ბევრს იტირებ. კარგი ედა, მაგრამ იქნება თემაზე სხვა გამვილაპარაკოთ. არ გინდეთ კაფეში წავიდეთ. ძალიან დავიღალე და მომშივდა. ისმენე. სულ ჩემს გვერდით არის. გესმის ყველგან. რა შეიცვლება თუ შენი ცხოვრებიდან წავა? არაფერი. მისი ნივთები სახლიდან გავიტანე, მაგრამ მაინც ყველგან მას ხედავ. Her yerde. მიდი. რა გჭირს? რა დაგემართა? რა გჭირს? გული მერევა. რა თქმა უნდა ისე დახტიხარ და ურტყამ რომ ორგანოებმა ალბათ ადგილი შეიცვალეს. თქო წავიდეთ. არა გავაგრძელოთ. არა ვაგრძელებთ. კარგი ედა. გეყოფა. ცოტა დაისვენე და მომთავროთ. არა არ დავამთავრებთ. მორჩი. სერქან. ამ მდგომარეობაში თავი რატომ ჩაიგდა? სერქანი ჩემზე ინფორმაციის მოძიებას აპირებს. არ გვევს ვინ არის ჩემი საიდუმლო პარტნიორი. აქციების ნახევარი ჩემია. მაგრამ ისე იქცევა თითქოს კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია. ამაში მართალი ხარ. გაკვეთილი უნდა ჩაუტარო და მისი ნდობა მოვიპოვა. არ ნერვიულო. რამე თუ შეიძლება დაგირეკავ. კარგი. დროებით. რა შესანიშნავი ადამიანი ხარ და უაიფერ. ოქროს ხელები გაქვს. ყველაზე საყვარელი მამიდა ხართ. ძალიან მომშივდა. გემრიალად მიირთვით. რა სუნია? არ ვიცი, ჩვეულებრივი სუნი აქვს. სოფლიდან გამოგზავნეს ყველი. გოგოებო. რა მოხდა? რა ხდება? ასენ უგვიყურებ დეიდაიფერ. ჩვენც არაფერი ვიცით, რამდენიმე დღე გული ერევა. ვარჯიშის მერე შხაპი რომ მივიღეთ შამპუნის სუნზე აირია გული. მგონი მოიწამლა.
მოიწამლა? ორსულად ხომ არ იქნება? არა ძვირფასო, რა სისულელია. რა ორსულად გამორიცხულია? ორსულად არ იქნება. არა ძვირფასო, რა ორსულად? არა, გამორიცხულია. გამორიცხულია გეყოფათ. ორსულად არ იქნება. ერთმანეთს ასე მოუყურებთ, თორე მეჭვი მეპარება ჩემს სიტყვებში. ასე აღარ მოიქცეთ, კარგი? კარგი. არა ძვირფასო, რა ორსულად უბრალოდ შევხედეთ ერთმანეთს. ხო, მეც ასე ვფიქრობ, მოიცადე. ნამდვილად ცუდი სუნი აქვს. მასუნინე. მას რამე უქენი? არაფერი, ჩვეულებრივად მაქვს. ახალი არაფერი გამეკეთებია. მართლა? მგონი შამპონი შეცვალე. ოფისში ვართ. ეს საერთო დარბაზია. ბატონო ინგენ, კალბატონო ფირილ. კალბატონი გიოზდე, ემრესა და ასლის დამხმარია. დღეს უნდა მოვიდნენ ოფისში. მოიცადე, სწორად გავიგე? ემრე და ასლი კაბეს ჯოღლები დღეს ჩანს ოფისში მოვლენ. დიახ, როგორც წესი თვითონ არსად დადიან ხოლმე, მაგრამ გამონაკლისს დაუშვებენ. მე ოფისის შესამოწმებლად გამომიშვეს. უნდა დავწმუნდე უსაფრთხო გარემოა თუ არა. ხომ გესმით არა? მე რატომ არაფერი ვიცოდი? ოფისში რატომ მოდიან? ჩემს მოვალეობაში არ შედის მათი დაკითხვა და ყველაფერი ცოდნა. დარწმუნებული ვარ არც თქვენსაში. გასაგებია. მე აკაურობის უფროსი ვარ და ამიტომ ვინტერესდები. კარგი. ყავას ხომ დალებთ? არა, ყავას საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ გვირილის ჩაის დავლევ. კარგი. წავალ და ვეცდები გვირილის ჩაი ვიპოვო. კარგი, მადლობა. გამომყევით. რას უყურებ? რა? რას მიეშტერდი? ვინმე? ხო, თვალი გაგიშტერდა, რატომ უყურებ? არ ვიცი, უბრალოდ გავხედე. დარწმუნებული ხარ? ო, ჩვენთან მოვიდა და და უნდა მიეშტერდე? არა, შევხედე. კარგი, როგორც გინდა, მე წავედი. კარგი, რა ფირა? მომერთო ჩემო. ბიძია, მიდი. ავტოპარკამდე მაინც მიმიყვანე. აქ ვერ დაგტოვებ, შევწყვები. ოჩახ ბიძია, ისევ შემარცხვინე. არასწორ მხარეს დგახარ. რა სისულელია, ეს ჩემი მხარია. მართლა? რა ვქნა, ბიძია მარტივად არ მუშაობს. გამიფუჭდა და ვეღარ ვძრავ. ბიძია ისედაც არ მუშაობს ედა. მუშაობს, აქამდე ხომ მოვედი. მართლა? გასაღებს არ შეაბარებ? ნუ გიშინი არაფერს დაუშავებენ. არასდროს იცი ვინ რას და რა დროს დაგიშავებს. ო? კარგად რომ მოგიარა, არ გაფუჭდებოდა. შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვინც ჭკუა უნდა მასწავლოს. იმედი მაქვს დაქოქავ. ფრთხილად. თქოთ, კალბატონოიდა. ნუ ნერვეულობთ, თქვენი მანქანა კარგად იქნება. ჩემი საყვარელი წვილი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, რა მოხდა? ემრე და ასლე კაფეს ჯოღლოები მალე ოფისში შემოვლენ. ისინი ვინც მგონია? ძალიან კარგი. ემრე ჩემი უნივერსიტეტის მეგობარია, ასლე მისი მეუღლე. სახლი მამისგან მეიღეს მემკვიდრეობით და გადაწყვიტეს გადასულიყვნენ. მაგრამ ახლა მისი განახლება სურთ. ო, მართლა გაითვალისწინე, რომ დიდებული ბაღი აქვთ და ყვავილებზე გიждდებიან. ერთმანეთს აუცილებლად გაგაცნობთ. მართლა? დიახ. ძალიან კარგი. კარგი, რადგან მე არ გჭირდებით? არა, მოიცადე, არ წახვიდე. შენებლობა უბრალოდ მიზეზია. ხალხმა გაიგო, რომ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი გაცნობა უნდათ. ვიფიქრე, ჩვენს საერთო პროექტზე დაველაპარაკებოდით. რაღაც იდეებიც მაქვს, უკვე გზაში არიან. კარგი, რატომაც არა, კარგი. როდის მოვლენ? ძალიან მალე, ცოტა ხნის წინ დამირეკეს. მინდა მოგილოცო. რა? მგონი მალე ვიღაც შენს ადგილს დაიგავებს. ეგრე შუაშია ერდემ. სხეულის ენა უნდა ისწავლო. აბა შეხედე, ყველაფერი აშკარაა. ცოტა ხანში დარწმუნდები, რომ მართალი ვიყავი. ჩემი აზრით, სხეულის ენა რომ გესმოდეს, პიპის პრობლემას მოაგვარებდი ერდემ.
ფიფი რა შუაშია? ასე რატომ მელაპარაკები? ან რატომ ბრაზობ? ისედაც წასვლას არ აპირებდი სამსახურიდან. არა, ერთემ წასვლა არ მინდა. თუ მართალი აღმოჩნდები, ყავაზე დამბადიჟებ. ემრე, კეთილი იყოს, როგორ ხარ? ასლე გამეხარდა. როგორ ხარ? რა საყვარელი ბავშვია, ვგიჟდები. როდის შეგატყობინეს? კარგი მოვიდნენ. მობრძანდით. მეგობრებო ერთმანეთს გაგაცნობთ. ემრე, ასლი. სერქანი ენგინი. ვირელი. ჩვენ შვილსაც სერკანი ქვია, ძალიან მოგწონს ეს სახელი. მართლა? რა დამთხოვა? ჯერ რობოტი სერქანი, ახლა კი ბავშვი სერქანი. გეყოლთა. მე და სეფე უნივერსიტეტიდან მეგობრობთ. დიდი ხანია თქვენთან თანამშრომლობა გვინდა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჩემთვისაც. თხოვთ დაბრძანდით. ასლე გიოზდესად არის. ბავშვთან ერთად სადღაც ავიდა. მაქსიმუმ 3-4 მეტრის დაშორებით და მშვიდი. ხომ გავუფრთხილე არ მოგშორდე მეთქი სადაც ავიდა. მე გიოზდეს ძიძა არ ვიცი, 24 საათი უნდა უყურო? რა გინდა ჩემგან? კარგი, შემგეაგზელე. მე მოვძებნე და მავალ. კარგი. უკაცრავად ემრეს მშობიარობის შემდგომი სინდრომი აქვს. რა პრობლემაა, მაგრამ ეს სინდრომი ქალებს არ აქვთ ხოლმე? თუ რამე არასწორად ვიცი. ხო, მაგრამ ამასაც არ მაცდის. წარმოგიდგენიათ? კარგი ასლეაბა, შენ დაიწყე. კარგი. ბატონო სერქან, ალბათ იცით, რომ ბევრი საერთაშორისო პროექტი გვაქვს. ახლა თქვენთან მუშაობა გვინდა. მაგრამ ამის გარდა, გვინდა ჩვენ სახსაც მიხედოთ, რომელიც მამისგან დაგვრჩა მემკვიდრეობით, ასე უკეთ შევძლებთ თქვენს გაცნობას. დიდი სიამოვნებით. ჩემი გუნდი მუშაობას ახლა შეუდგება. მგონი არასწორად გაიგეთ. გვინდა რომ ჩვენთან პირადად სერქან ბოლოდ მაიმუშაოს. რა თქმა უნდა. სერქანი სიამოვნებით ემუშავებდა. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე მშენებლობაზე ფიქრი. ბევრად მნიშვნელოვანი? ჩვენ გვინდა რომ სერქანისთვის პრიორიტეტი ვიყოთ. რადგან ჩვენი სპორტული კომპლექსი ლონდონში, სასტუმროები ყატარში და ასევე. კარგი, ქალბატონო ასლე, ყველაფერი გასაგებია, არ ინერვიულოთ. დიდი სიამოვნებით მიხედავ თქვენ სახლს პირადად მე. კიდევ ერთ გუგოლზე გველაპარაკებოდი. ედაზე. ხო, ედა. რა ედა? გვინდა რომ პეიზაჟს მან მიხედოს. როგორც გავიგე, ეს გოგო თავისი საქმით არის შეპყრობილი. ნამდვილად. FM. თუ ედათან ახმა იქნება, მაშინ პრობლემა არ არის. რატომ არ უნდა დაგვრთანხმდეს? ახლა კი თქვენის ნებართვით ჩემს სერქანთან განმარტოდები. შვილს ვგულისხმობ, პატარა სერქანს ჭამის დრო აქვს. გასაგებია, დიახ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, სხვა არც არაფერი გვიფიქრია, მაშინ ოთახს გამოგიყოფთ, სადაც ბავშვის შეყვანა შეძლებთ. მადლობა, არაფრის. ემრე. ძლივ შევიკავე თავი რომ არ გამცინებოდა. ძიძა, ასისტენტი. საინტერესო წყვილია. ედა, მეგონა მე მქონდა რთული სამსახური. წარმოიდგინე როგორია 24 საათის მანძილზე სერქანის შვილის მოვა. აბა რაზე ლაპარაკობთ? ბებეკის რაიონზე. ახალი კაფე გავხსნიათ და მინდა წავიდე. ედა სწორედ ამაზე ველაპარაკები. მწვანე ჩაიდალია და გამშვიდებს. კაფეს ჩოღლუების სახლე უნდა განვაახლოთ. ეფეს უნდა რომ ამ პროექტს ერთად ვიმუშაოთ. იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნები. პრობლემა არ არის. მიჯერჯერობით არ შემიძლია ავირჩიო ვისთან ერთად ვიმუშავებ. კარგი, მაშინ სახლის სანახავად წავიდეთ. კარგი, როცა გინდა გავიდეთ. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. დამიძახე და გავიდეთ.
İyi misin? კარგად ხარ? ო, İyiyim. უბრალოდ მთელი დღეა Sadece bugün გული çok მერევა. midem bulanıyor. Benim de მეც მაგ დღეში ვარ. fena oldu. კუჭი ნაწლავი საშინელ მდგომარეობაში მაქვს. Ne kadar zor Როგორც olmuş ya. წესი არასდროს Benim მაღებინებს midem ხოლმე. bulanmaz da. Hamile ორსულად ხარ? Yok. არა, არა. Yok, yok. არ ვარ. Değilim. ორსულად არ ვარ. Değilim ya. ყველაფერს ვჭამ და Ben her ალბათ şeyi კუჭი yapıyorum. გამიღიზიანდა. Önüme yerim, biri dokunmuştur herhalde. Ay, ben de მგონი galiba მე yine ისევ ორსულად ვარ. Gerçekten. მართლა? Yok, yapmayın. ახლა მზად ნამდვილად არ ვარ. Kapıdaki o ის პატარა tatlı საყვარელი ბავშვი Mustafa თქვენია? sizin değil mi? Evet. დიახ, სერკანი ჩემი შვილია. Serkan mı? სერკანი? Hə. ბავშვს Serkan mı? სერკანი ქვია? Evet, o daha ო, ჯერ altını ბავშვს ლაპარაკი არ söylemeden დაუწყია kimse და მე bebeğe ისევ ორსულად ვარ, გავგიჟდები. ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის. Emin misiniz? დარწმუნებული ხართ, ჯერ არ შეგიმოწმებიათ. Yani bütün იგივე semptomlar სიმპტომები var. მაქვს, ჩემი ქმარი არავის ენდობა. სულ ამის გამო ვჭყობობთ. უნდა რომ ბავშვთან ვიყო 24 საათი. Benim ilgilenmemi istiyor sürekli. Çok zor. მართლა ძალიან რთულია. Bu ორსულობის ამბავი არავის უთხრა, კარგი? olur mu? Çünkü შეიძლება ცრუგანგაშია. yaşanabilir yani. Tabii ki. რა თქმა უნდა, ძვირფასო არ იდარდო, არავის ვეთყვი. მადლობა. ლეილა ბატონო სერგან ერთი წამით ჩვენ სანაძლეო დავდეთ და თუ ლეილა სამსახურიდან გაგდებას დააპირებთ ჯერ მე მითხარით კარგი ძალიან გთხოვთ მიუხედავად იმისა რომ აქამდე უკვე გააგდეთ მაინც აქ მუშაობს უცნაურია რა ერდემ ლეილა უკან გიდგას Serkan. ბატონო სერგან, Ne diyeceksiniz? ყველაფრისთვის მზად ვარ, გისმენთ? ლეილა ბატონო სერგან, ედას რა სჭირს მთელი დღეა გული ერევა. ალბათ რაღაცა მოწამლა. კარგი კარგი თუ რამე შეიძლება გამაგებინე რა უნდა შეიცვალოს? ნებისმიერი რამ კარგი, გასაგებია. არაფერი უთხრა კარგი, სამარე ვარ. ლეილა სადმე დიხარ შენს მაგიდას დაუბრუნდი მიდი ქალბატონო აი და აი ასე ძალიან კარგია კიდევ ერთი ნაბიჯი აი ასე ოჩახ ნაბიჯები ხომ არ გავზარდოთ ასე უფრო გაგიჭირდებათ გეყოფა. კონცენტრირებაში ხალხს მეშლი გაჩუმდი, თორემ ნერვები მეშლება, არ შემიძლია. მართალია ჩვენი ენერგეტიკები ერთმანეთს არ ემთხვევა და ხელს გიშლით მაგრამ ასე არ შეიძლება ერთ ადგილს ვდგებნით ეს ნაბიჯები არ ითვლება მიუხედავად იმისა, რომ შენთვის პატარა ნაბიჯებია, ჩემთვის ძალიან რთულია, რა ვქნა? მეგონა ქალბატონ ედასთან ივარჯიშებდით მეც ეგრე მეგონა, მაგრამ არ მოვიდა. დაურეკავდით ხოლ უარს არ მეტყვის არა, არავითარ შემთხვევაში არ დაურეკო. კარგი მაშინ ახლა ჩაიდავლიოთ ცოტა დამშვიდდებით და მერე გავაგრძელოთ მზად ხარ გავიდეთ Hazırım. მზად ვარ. რა გჭირს თქვი ვარ ამე Yok. არა, Dün გუშინ ბოქსზე ვიყავი და კუნთები დამეჭიმა. ბოქსზე ისე მეც კარგად გამომდის სხვა პასუხი გამიკვირდებოდა. ერთად ხომ არ ვივარჯიშოთ შეძლებ ლეგალურად მცემო არა, გუშინ ჩემს ფანტაზიებში საკმარისად გცემე. მადლობა. გავიდეთ ჩემი მანქანით წავიდეთ კარგი. კარგი მოკლედ ამ პროექტში უნდა ვითანამშრომლოთ მე პროფესიონალი ვარ. გირჩევ შენც მხოლოდ საქმეზე იფიქრო.
აფთიაქთან გააჩერე. რატომ? გული მერევა, წამალი უნდა ვიყიდო. გული რატო გერევა? არ ვიცი. ქალბატონ დელინთან წავიდეთ. რატომ? უბრალოდ გული მერევა. წამას ვიყიდი და დაუბრუნდები, რა პრობლემაა? მალე მოვალ. ქალბატონო დელინ უკაცრავად რომ გაწუხებთ, მინდა რაღაც გიკითხოთ. მოკლედ დედას გული ერევა და თავს სუსტად გრძნობს. სუნებზე მგრძნობი არეა. რა უნდა სჭირდეს? ორსულად? არა. კარგი. კარგი, თუ რამე შეიძლება, მაშინ გადმოგირეკავთ. მადლობა. ფარმაცევტმა რა გითხრა? არაფერი, წამალი მომცა. რა წამალი? რაში გაინტერესებს? სულ ასე რატომ იქცევი? რატომ გინდა მაკონტროლო? ახლა წამლის შესახებაც უნდა ჩაგაბარო ანგარიში. ჩვენ ერთად მუშაობთ და თუ ალბათ ხარ შეიძლება მეც გადმოვდო და ამიტომ გეკითხები. არ ინერვიულო, უბრალოდ გული მერევა. რატომ ცდილობ ჩემს კონტროლს? რატომ მუშაობ მაინც შენთან ამ პროექტზე? ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ. წავედით სერგან. იქნებ გულის რევა სხვა მიზეზი აქვს. აი მაგალითად ებოლა. ბავშვია, აჯამე. ემრე, რამდენი თვისაა? ყოველთვის ვერ ვაჭმევ, როცა მოშივდება. ძალიან ეგოისტი ხარ. გამზე აცივდა, რამე თბილი ჩააცვე. არა, ძვირფასო არ მინდა ბავშვი ჩაფუთნო, არაფერი ჩააცვა. ჩააცვე გამზე. გამზე არ გაბედო. მე სახლში შევალ, ბავშვს ეძინება. მენს გამოყვები. კარგად ხარ? ი, უბრალოდ თობრუ დამეხვა. ემრე, ხვალინდელ წვეულებაზე იფიქრე, რა ვქნათ ჩემო სიცოცხლე. კარგი, მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა, მობრძანდით. გამარჯობა. მობრძანდით. ბატონო სერგან, ეს ძველი პროექტია. უნახავ. როგორც გავიგე, ხვალ წვეულება გაქვთ. დიახ, თქვენთვის ვაწყობთ. თელ გუნდს გელოდებით. კარგი? ძალიან ლამაზი ბაღი გაქვთ, აღტოვანებული ვარ. დიდი მადლობა. მიმოზაც გქონიათ. იცით ამ ყვავილს მიმოზე რატომ ჰქვია? ყველა მცენარეს აქვს თავისი ხასიათი, მაგრამ ერთი თვისება აერთიანებთ. ძალიან ნაზები არიან. თუ მიმოზას შეეხებით, საკუთარ თავში ჩაიკეტება. ძალიან მშიშარა და ჩაკეტილია. კიდევ ერთხელ თუ შეეხებით, ეკლიპსაც გამოაჩენს. მარტოობა უყვარს და ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე არავის იკარებენ. არ ვიცოდი. ასლი, ბავშვმა შეისვარა. მოდი, გამარჯობა. უნდა წავიდე. ჩემს მეუღლეს ჩემს გარეშე არაფერი გამოსდის, სხვა სარენდობა. ხომ გესმით, წავალ და ახლა დავბრუნდები. ჩაკეტილი არა? იცოდი? ნაზია. და თან ძალიან მშიშარა. კიდევ? რა ხდება, როცა ეხები? იკეტება და მარტოობა უყვარს, მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა უნდა. ყვავილი სერგან ბოლათი. სასაცილოა. არ გინდა რომ საქმეს მიხედო? არა. ხელი გაუშვი, როგორ იქცევი? ბავშვს დავიდანებე. საკმარისია სამსახურიდან მივდივარ. თქვენ შულს თვითონ მიხედეთ. მგონის ჯებს წავიდეთ და მოგვიანებით მოვიდეთ. მეც ასე ვფიქრობ.
İçeri girelim mi? სახლში ხომ არ შევიდეთ, რა სიტყვი? კარგი, შევიდეთ. თუ არაფერი აწუხებს, მაშინ რატომ დერის? ანუ რაღაც ტკივა. ემრე დაუბანე ვაჭამე და გამოუცვალე, არაფერი აწუხებს. უბრალოდ ბავშვია და ტირის. შეგიძლია დამშვიდდე. კარგი, მაგრამ რატომ არ ჩუმდება? იქნებ ცუდად გიჭირავს. იქნებ ეს პოზა არ მოსწონს. კარგი, გამომართვი და საჭირო პოზა შეურჩიე ბატონო ემრე. ძვირფასო, ცუდად არ გამიგვა. ასეთები როდის გავხდით? სად არის ჩემი საყვარელი კაცი? 65 სანტიმეტრიან ბავშვს ვერ უმკლავდებით? როგორი მშობლები ვართ, არ გცხვენია? და შენ არ ჩაერიო. ჩემი აზრით დღეს ძალიან დაისტრესა და ამიტომ ტირის. მომიყვანეთ. მოდი ჩემთან. მოდი პატარა. არიტირო ჩემო ტკბილო. ჩემო ტკბილო სერკან. რა მოხდა, რთული დღე გქონდა? Olur öyle. არა უშავს, ხდება ხოლმე. დედა და მამა ხანდახან კამათობენ. გაჩუმდა. არა საყვარელი ხარ.